სუხა საბა ორბელიანი, ან ჩხლი ცოლის პატრონი. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ერთ საბრალო და მართალ კაცს ან ჩხლი ცოლი ჰყავდა. კაცი, როცა პურს საჭმელად აიღებდა, დინარის პირას დაჯდებოდა, ზოგს თვითონ ჭამდა და ზოგს მდინარეში ყრიდა. გავიდა ხანი. დინარიდან ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: დიდი ხანია შენი საზრდოთი იმწრდი. პირში ენას გამოგავლებ და ყველა სულიერი ენას ისწავლიო. სამაგიერო სამით მოგისხავ და თუ ვინმეს ეტყვი, მაშინ მე აუცილებლად მოკვდებიო. გამოავლო ენა და ისე მდინარეში ჩავიდა. წამოვიდა კაცი და სოფლის პირას დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა, თან ბახალა მოყვა. ბახალამ დედას უთხრა: ის კაცი მკვდარია, წავალ თვალებს ამოვჭამო. დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ეშმაკია, აშეგიპყრასო. ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკაც დავკრავ, თუ გაინძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქნება და თვალებს დავთხრიო. კაცს ყველაფერი ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, კაცი არ გაინძრა, როცა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრო. ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო. დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. მაგ კაცმა რომ ჩემი ენა იცოდეს, მალე დაგიხსნი, მაგრამ ისე რა გიშველოო? კაცმა დაუძახა ყვავს: რა გინდა, შენი ენა ვიციო. ყვავს იამა და წინ წაუწყვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლო, აჩვენა და ბარტყი გადაარჩინა. წამოვიდა კაცი და შინ მოვიდა. ერთ დღეს, სადღაც სალოცავად წასვლა მომდა. ცოლმა დაუჟინა: მეც წამიყვანეო. რომ აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკეცხენი შეუკასმა. ქალიც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი ყმა უკან შემოისვა, საგზალი გადაიკიდა და წავიდა. როცა აღმართ შეუდგნენ, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო. დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიზის და სამი თავისი საგზლით ზურგზე მკიდია. თუ მე დავდივარ, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო? კაცმა რომ მოისმინა, ხმამაღლა გაიცინა. ცოლმა უთხრა: რაზე იცინი, მითხარიო? მან უთხრა: ვერ გეტყვიო. ცოლი არ მოეშვა. ქმარმა შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო. ცოლი მაინც არ მოეშვა და ძალიან შეაწუხა. ქმარმა უთხრა: რახან არ დამეხსენი, წავიდეთ. ვილოცოთ, შემოდი, ჩემი საკურთხისა და სუდარის საქმე მოაგვარე და გეტყვიო. ცოლს იამა, სწრაფად მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, საკურთხი და სუდარა მოუმზადა და ისევ დაიჟინა, მითხარიო კაცს ერთი ლეკვი ჰყავდა. ტირილით კარში გამოვიდა. გარეთ მამალი დახვდა და ლეკვს კითხა: რა გატირებსო? მან ყველაფერი უომბო, პატრონს ცოლი მიკლავს და ის მატირებსო. მამალმა უთხრა: შედი, შენი პატრონი გამომიყვანეო. ვიდრე კაცი გამოვიდოდა, მამალმა სოფლის დედლები ირგვლივ შემოიკრიბა და შუაში დაუდგა. კაცს კითხა: თავს რატომ იკლავო? მან უპასუხა: ცოლი არ მეშვება და რა ვქნაო? მამალმა ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერე კაცს უთხრა: მე 60 ცოლი მყავს, ვინც ლოუჩემოდ ერთმა საკენკი აიღოს და შენ ერთის ცოლის ხელით გვდებიო? კაცმა ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო? მამალმა უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოჭერი, როგორც გეტყვის, თქვიო, მისდეკ და იმდენი ურტყი, სანამ არ მიასიკვდილებ და აღარ გკითხავსო. დაუჯერა მამალს. როგორ კი ცოლმა ისევ უთხრა: მითხარიო, მანამდე სცემა, ვიდრე ცოლს არაგათი არ გამოაცალა და გადარჩა კაცი სიკვდილს.